გრანადის ახლოს წყაროსთან ახლოს ბოშა ქალები ავსებდნენ დოხებს დათან მღეროდნენ ბოშურ სიმღერებს როცა მოვკვდები ჩამატანეთ ჩემი გიტარა როცა მოვკვდები მე დამარხეთ ფორთოხლის ბაღში როცა მოვკვდები მე დამარხეთ ყველა ყვავილში როცა მოვკვდები გრანადის ახლოს წყაროსთან ახლოს ბოშა ქალები ავსებდნენ დოქებს დათან მღეროდნენ ბოშურ სიმღერებს გრანადის ახლოს დამზესთან ახლოს მას ჰქონდა სახლი პატარა სახლი დაივანი ჰქონდა პატარა დაივანზე ხარობდა ვარდი ასე მღეროდნენ ბოშა ქალები ასე ტიროდა თეთრი გიტარა როგორც ქარები ტირიან ზამთარს სპიერებანი ჩვენ დროის სპიერებანი ჩვენ დროის დაილეწება მხოლოდ უდაბნოა მარადიული ორი მიუგდე მეგობარო ამ დიდ სიჩუმეს იგი საოსია ტალღის ხმაური და სინანული გრანადის ახლოს დამზესთან ახლოს მას ჰქონდა სახლი პატარა სახლი დაივანი ჰქონდა პატარა დაივანზე ხარობდა ვარდი გრანადის ახლოს დამზესთან ახლოს ბოშა ქალები ავსებდნენ დოქებს დათან მღეროდნენ ბოშურ სიმღერებს სიჩუმე მიწავს ლომი ჩეხო ასე მღეროდნენ ბოშა ქალები ასე ტიროდა თეთრი გიტარა და იმსხრეოდა თაღი რიჟრაჟის დამზესთან ახლოს მას ჰქონდა სახლი პატარა სახლი დაივანი ჰქონდა პატარა დაივანზე ხარობდა ვარდი ასე მღეროდა ბოშა ქალები ასე ტიროდა თეთრი გიტარა სივრცეებს ღამით მოზმანებულე აი ცოტა შუა დღეზე და დიდი სიმღერა ძნელია აი მე არ ვიცი ძნელია თუ არა მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მამუკა ჩარკვიანი ჩვენთან სტუდიაში დიდი მადლობა ბავშვობა წნეთი ჩვენი თან პატარები ვიყავით მაშინ და მამუკა შენ მახსენდები მე რომ შემოყვებოდა მთელი ჩემი დის
ტოლი ამხანაგები რომ შედიოდი წყნეთში მეორე სართული იყო. ხო, მიდის და საბჭოს. და მიიყავდა ბიჭო მთელი ხალები ამას. ჩვენ რჩებოდით რაღა დაგვრჩენო და ბურთს თამაშობდით ხოლმე. შეგოგოებთან ერთად გაჩერდები შენ დიდი ჯარი დაყვებოდა ქალებს ესე ნუ გაისაწყლეთ თავი. მე შენ ერთ ადგილზე და მე ბევრ ადგილებზე გიტარა დამქონდა. იცი რაში იყო როიალი ვერ დამქონდა და ფაქტობრივად მოდიოდნენ ჩემთან ხო. ძალიან მიხარია მამუკა შენი ჩვენი სტუმარი ხარ ძალიან მიხარია შენ დაბრუნება ქართულ სცენაზე ვიცი რომ კონცერტები უნდა იყოს და ეს სხვადასხვა გარდაბანში ბოდიში რომ გაწყვეტინებ უბრალოდ ინფორმაციის სახით ვეტყვი მაყურებელს 26-ში გარდაბანში გქონდათ კონცერტი ხო? გარდაბანში მქონდა. როგორ ჩაიარა? როგორ ჩაივიდა? თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რომ იმღერე იმასთან შედარებით ძალიან მაგარი. და რამე თქვა რომ მე არ დამავიწყდება, ხა მამუკა არასდროს არ აპირებდა ხოლმე ბავშვობაში რომ სცენაზე გასულიყო. ეს მისი ცხოვრების წესი იყო გიტარასთან ერთად ცხოვრება და მახსოვს, როდესაც პირველად დიდ სცენაზე გამოვიდა, ეს იყო დღესასწაული საქართველოს, იმიტომ რომ ახალი მისცა ქართულ სიმღერას, ახალი ტალღა წამოიღო და შენ არ წარმადგინე ნომინაციაში ქართული ტრადიციული სიმღერისათვის მამუკა ჩარკვიანმა აიღო მაშინ პირველი პრემია ხო ესე იყო ნამდვილად და ნუ აბსოლუტურად ღირსეულად ამ შემთხვევაში მე ეს ტრადიციული სიმღერა დათოს დამსახურებელად იმაშია რომ ის იყო ზუსტად ის არატრადიციული რასაც ამან უწოდა ტრადიციული რასაც უცდილობს ხოდაშორს ეს ის შემოვიტანე ახალი და ამან დაარქვა რომ ეს არის ტრადიციული რასაც ამ სიახლის შემოტანა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხშირად გვისაუბრია შიშის გამო არ ვიცი სიახლის არ მიღების გამო არის ხოლმე კრიტიკა მიუღებლობა ეს სიმღერა არის ყველასთვის საყვარელი სიმღერა ყველა თაობისთვის რა ახალგაზრდა მან შედარები ბატონო მამუკა თქვენ გამორჩეული სიმღერა გაგვიყვარს რომელი ყველაზე საყვარელი არა მოხშენ წარმოიდგინე ესეთი ყველა საყვარელია ნუ ყოველთვის უფრო საყვარელი ხდება ხოლმე ბოლოს იმუშაებ ის ცოტა ხანი იმას ვღერი ხარ უფრო ბევრ დროს უთმობ ახლა როგორია შემოქმედებითად აქტიური ხართ ისევ აქტიურად 1-4-5 ახალი სიმღერაც მოვამტყობ 2 წელიწადში მაგრამ ის ნაღდი სიმღერებია ნუ არა ნაღდი მე არ მახსოვს შენ ხო ესეც მართალია ის ტუფტა არა ამක 60-ს ხდება აგვისტოში 60 ხო საერთოდ კონცერტს ხوار გეკმო ფიქრობთ როგორც მე მგონი გავაკეთე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად დავითანხმე ერთი კაცი ორკესტრი სკულისხმა და ეხლა ბათუმში გადაწყდება დღეს ხოლმე ტყვიან პასუხს ერთი კონცერტი ბათუმში და იმ კონცერტს გადმოვიტან შემდეგ თბილისში მე ვიცი რომ რაღაც კონცეფციაც კი გაქვთ ხომ როგორი უნდა იყოს ეს კონცერტი ეს არ იქნება ბევრი შემსრულებლით დატვირთული როგორც ვიცი ინტერვიუ წავიკითხა თქვენი და მე ჩავატარებ 20 სიმღერას ამოვარჩი დიდი ბედნიერება ელის ქართულ მაყურებელს სიმღერა გამოდიოდა სულ ისეთები რომლებიც აღმოჩნდა რომ ყველა კარგი იყო მე არ ვიტყვი რომ საუკეთესო კარგი და ამ კარგიდან უნდა მომერჩია 20 ახლა მე ხო ვერც მე ვიმღერებ და ვერც ისინი მოასწრებენ სიმფონიური ორკესტრთან თანხლებით იქნება ბენდია და სიმფონიური ერთად ძალიან ესე ახალი ტრანსკრიფცია იქნება შენი სიმღერების ნოტებიც გაჩნდა სიმღერების ნოტებიც გაჩნდა რომელიც მე არასდროს არ ვიცოდი მაგრამ ვიცოდი ამ წლების მანძილზე და ვისწავლე სხვადასხვა შენ ისეთ დასავლურ კავრებს უკრავდა მაშინ თუ არავინ არ უკრავდა საერთოდ რა აბსოლუტურად ქართულთან არა თანხვედრი არა ხო ის მახსოვს ბაკურიანების კნეთი ბევრი რამე ჩემებურად გავახართულე როგორც შემეძლო მაგალითად ერთი სიმღერა მიდის რა დავარქვათ იმას გინდა ევროპული გინდა ამერიკული რაღაცნაირად მიდის მაგრამ რის ხარჯზე შეიძლებოდა იმის გაღართულება მოვიფიქრე რომ ორი კაცი უნდა შემეყვანა მე მესამე დაუმეტე და გამოვიდა მაგარი ქართული კაი სიმღერა სხვადასხვა აი რაც მამუკამ აღნიშნა ტრადიციული ქართული სიმღერა დაარქო სწორედ ეს არის რომ ქართული ხალხური მუსიკა ქართული კულტურა საერთოდ
პირიქით მზად არის ყველა სიახლისთვის. ეს რაღაცა ნაწილი მოსახლეობის უშინდება ხოლმე ამ სიახლეებს რა და სწორედ მამუკამ დაამტკიცა რამდენად მზად არის ქართული სივრცე ახლებურად გაჟღერების სიმღერის რა და ყველა ცნობს მამუკას სიმღერას აი ერთი ფრაზასაც რო გაიგებ და მამუკაც რომ მღეროდეს ბევრი მღერია ნახე რომელი სიმღერა ეს თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ მართლა ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ჰიმნია რა არის მამუკა ეს ბატონო მამუკა ეს სიმღერა რომელიც მაინც გამორჩეულია რა თქმა უნდა ეს არის ჩემი აფხაზეთის ტკივილი ჩემი ოსეთია ჩემი საქართველო და რა თქმა უნდა სეიმში შეიძლება ეს სიმღერა. ნუ ეხლა ყველა რაგბის თამაშის არის ხოლმე სიმღერა და სწორედ საწინდარია ხოლმე იმ გამარჯვებებს როდესაც გვახარებენ ჩვენ ხო როგორ მოაქვს განწყობა რა მას მამის ჯანსუღ ჩარკვიანის ტექსტი პოეზია ლექსია რომელიც მე არ შემიცვლია არაფერი შიგნით მაგრამ ჩემს უკეთებ რაღაცა ნუ აკეთებ ეს არ ამგონია რომ ამ ზიანი მოიტანოს ამ შეცვლებაზე სიმღერისთვის ხდება ხშირად ესეთი რამე ხშირად ხდება როდესაც თქვენი სიმღერების ტექსტები სწორედ მამის ლექსებზეა ხომ ვაგები უმეტეს შემთხვევაში ეს აგაღები ეს თობს ხელში მაგას ვიცი ზუსტად დასამბობ ეს აგაღებინებსო თობს ხელშიო რა და კი განწყობა რა თქვი და ხასიათი ნამდვილად მოაქვს ეს სიმღერა დაიწერა აფხაზეთი რო დაუყარეთ მაშინ გამიშოვანია სწორედ აი ფსიქოლოგიაზე ადამიანს ძალიან მოქმედებს მუსიკა მუსიკა შეუულია გადაგადმევინოს ისეთი ნაბიჯი რომელსაც ამ მუსიკის გარშე ვერ გადადგავდი ეს მესაც შეუულია გაპატიებინოს ადამიანს ესეთი რამე რასაც ვერ აპატიებდი შეიძლება ქალს შეაყვაროს შენი თავი ესე რომელსაც შეიძლება არ შეყვარებდი ასე რომ ამ შემთხვევაში ზუსტად საოცარი რამე იცი რა რაღაცა არამატერიალური რაღაცა გრავიტაციის გარშეა სასეკუთრეს მე ერთ უთხარი ესეთი რა მიწა ავიღე და ეს არის დედამიწა ხელში მიჭირავს მამას მონახავ დედამიწა დედაბოძი მამასო მე თვითონ მამა ღმერთ უთხარი მოგიდებ ესე ხელს მეთქი ხელში იქ მე უთხარი ხოლმე დედამიწა აქვე შეიძლება რომ ხელში დაიჭრა ესე შემიძლია შევადრო მუსიკას ხელში ვერ შეეხებ. ხომ შეეხები ისევე ბგერებით, ისევე ხელს შეუხებელი რაღაცა სიხშირით. და ციამი და მამუკა კიდე მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი. ესეც იყო რაღაც ერთგვარი ზეიმი და შეჯამება ალბათ ხომ იმისა თუ ამ წლების განმავლობაში რა გაგიკეთებიათ. რას დაგაკეთებდით თან ერთად და არა ცალ-ცალკე ერთ-ერთ ინტერვიუში იმასაც ამბობთ რომ ჩვენ მუდმივად ერთად მუშაობთ. აი ეს პროცესი არის განუყოფელი. ხან გამოდის, ხან არ გამოდის. აი მაგალითად ეხლა რომ მინდა რომ სიმღერა ვიმღერო და ყველა მომიტევოს თუ ისე არ გამომია რთულია სიმღერა როდესაც აი ესეთ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, სპეციფიკური არის გეთანხმებით. ხო მეთანხმებით. მაგრამ მაინც ვიმღერებ, იმიტომ რომ ეს სიმღერას აქვს საოცარი ისტორია. აბა. ეს რაც მე აი ამ სიმღერაზე გეუნებოდი ხმები რო შევიყვან. აი ერთი კაცი სიმღერის ჯერდა. მერე რო შემოდიან ეს ხმები 4 ბიჭი. და ეს სიმღერა და 7 წელი რა არის მეთქი გამოვალო უჯერა და გადმოფრიალდა. ეს მამაშენმა 7 წლის წინ მოგიტანაო და ეწერაზე ჯანსუღ ჩარკვიანი მოგონება მამუკას. მე მეთქი 7 წელი შეაგდო აღარ გინახეო. ვერ მივიღე ბიჭო მაშინ 7 წელს. და ეხლა გააკეთე სიმღერა? ერთი წელიც არ გასულა. ეხლა კაშგილებულა ეთერში. აი დადეს ეხლა იმაზე ინტერნეტზე. ამ სიმღერას შეგვისრულებ? კი, ეხლა შევასრულე ვეცდები ყოველ შემთხვევაში. მაშინ გისმენთ. ყურადღებით და სიამოვნებით. ცოტა გრიპიანიც ვარ და რაღაცას ვიზამრა. ყოველთვის რაღაცას იზავ და ვიცი გაგვახარებ ბევრჯერ და ბევრჯერ. და მივხვდები რატო შევასრულე 7 წლის მერე. გასაგები.
გისმენთ. სადარის ჩემი ძველი ქუჩა, ძველი უბანი, სად დაიკარგა ჩემი სიტყვა თავისუფალი. სადარის ჩემი ძველი სიყვარული ცით მოფენილი, სად დამეყარგა ის პირველი შენი წერილი. დაბრუნდი ჩემო სიღმაწვილო, ჩემო ოცნება, ვერც სიხარულმა და ვერც სევდა ვეღარ მოგწევნა. მოგონება ყველაფერზე დიდი ტკივილი, მე ვტირი მაგრამ სიმღერას გავს ჩემი ტირილი. სადარის ჩემი მისლისფერი, ფიქრი ხმაწვილი, საით გაფრინდა ჩემი ლექსი მართვე არწივი. დაბრუნდი ჩემო სიხმაწვილევ, ჩემო ოცნება, ვერც სიხარულმა და ვერც სევდამ ვეღარ მოგძებნა. მოგონება ყველაფერზე მე ვტირი მაგრამ სიმღერას გავს ჩემი ტირილი. დაბრუნდი ჩემო სიღმაწვილევ, ჩემო ოცნება, ვერც სიხარულმა და ვერც სევდა ვეღარ მოგძებნა. მოგონება ყველაფერზე დიდი ტკივილი, მე ვტირი მაგრამ სიმღერას გავს ჩემი ტირილი. დაბრუნდი ჩემო სიღმაწვილევ, ჩემო ოცნება, ვერც სიხარულმა და ვერც სევდა ვეღარ მოგძებნა. ეს ძალიან ცუდად გამომევიდა, მაგრამ მე დიდი მადლობა მამუკა. მარტო გამახსენდა თელი ჩვენი სიღმაწვილე, თელი ჩვენი ბავშვობა და ბედნიერი ვარ, დარწმუნებული ვარ, ბედნიერია ყველა ქართველი, ვინც ახლა გვიყურა და ვინც მოისმენს შენს კონცერტებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, მე შენ გიცნობ, შენ ენერგეტიკას ვიცნობ. შენ ძალიან ბევრჯერ ძალიან დიდხანს გაგვახარ. ბატონო მამუკა, მართლა ველოდებით თქვენ სოლო კონცერტს, რომელიც ძალიან და მე გიждები შენ სიმღერას. დიდი მადლობა სტუდიაში მოგწანეთ. დღეს ნუ გაგიждები, მაგრამ დღესაც გავგიждე. შენ ისეთ რაღაცას დებს სიმღერაში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს გესმის. არა, დღეს მე დათოდა ცუდად მოვედი შენი გულისთვის, თქვენი გულისთვის, რომ არ ერთხელ გადავდეთ, მეორე გადავდეთ და 39 ცოცხლიანი ვარ ახლა. მართლა არ გეტყობა საერთოდ. დიდი მადლობა. მარტო გეუნები და ყოველთვის მახარებს აი ეს სიყვარულის მოგაცხონა. დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა. რეკლამის დროა დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში და უკვე ანსამბლ რუსთავის გასტროლის შესახებ მოგიყვებით.